მეცნობიერი თუ აქვს ტექსტს. პროექტთან მივედი. იმაზე მეტი სიღრმე აქვს, ვიდრე მე გავსაზღვრე წინასწარ. თქვენ თუ კრიტიკოსმა. მე ძალიან მომწონს ეს ნამდვილი ამბავია. ტექსტს ყოველთვის ეტყობა, როცა თავდაჯერებით არის ნაწერი. გათავისუფლება გაძლევს აი ამ თავდაჯერებულობას, რაც რა თქმა უნდა შემდეგ ტექსტზე ტყობა და რასაც მე მკითხველი გრძნობს, გადაეცემა ტალღასავით მკითხველს. არის ეპოქები, როდესაც მწერალი ამას აუცილებლად შეეწირება. ხო, განწირული, ანუ ეს უდრის სიკვდილს. არის ეპოქები, როდესაც მონობარი არჩევანი. სამწუხაროდ, ხო. როგორ ხვდებით, რომ ავტორი ძალიან გულწრფელად წერდა? კონდეს რაღაც ილუზია მაგალითად რომ ავტორი იყო შენთან გულწრფელი და ბოლოს ძალიან მოტყუებულიც დარჩი. რასაც ოგენრი აკეთებს მაგალითად. არა და მიყვარს. ყველა მწერალს აქვს ეგ პრობლემა, გაუცხოების პრობლემა, მარპაობის პრობლემა, გარიყულობის განცდა. არიან ავტორები, რომლებსაც კრიტიკოსები დიქტატორებს უწოდებენ. ქართული ლიტერატურის ადგილს მსოფლიო ლიტერატურულ ასპარეზზე. ქართული მწერლობა არის ევროპული დასავლური მწერლობის ორგანული ნაწილი. ლიტერატურა რომ იყოს ადამიანი. როგორი ადამიანი იქნებოდა და რაზე დაელაპარაკებოდით? ჩემთვის ეს იქნებოდა მამაჩემი, რომელიც ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა და რომელიც მე ძალიან დამაკლდა მაშინ და სულ მაკლია.